აი ახლა შევიძინე სახლი და მოდი ბარემ ვიდეოს დავდებ. და ჩემზე ტენისის კორტები თბილისში ალბათ არც ერთ სახლს არ აქვს. ანუ ასე რომ მოგინდეს და კორტი ხო არ აქვს მაშინ სახლს რო კითხო არავის არ აქვს. ამ სახლის მეორე სართული მეგობრებო, სადაც ზაფხულს ჟამსივრცეს მოვხოდავთ. აქ ვაფშე ბასეინი გვინდა დავდგათ. ასევე გვაქვს სახლში დარბაზიც ასევე საქართველოში ალბათ ერთ 7 სახლს ექნება. გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის საუცხო ვიდეო ჩემს არხზე, იმიტომ რომ დიდი ხანია ვიდეო არ დამედია და ფიქრობდი რა დამედოდა. აი ახლა შევიძინე სახლი და მოდი ბარემ ვიდეოს დავდებ. თქო, ეს არის სტრიმებიდან ყველაზე ცნობილი სახლი. შენ გაიცინე? ჯერ გეწყება სულიერი სიმდიდრე. არა! გააგდეთ ეს გარეთ. გულ შევხედოთ ადამიანს ზოგადად. აი ხო 2000 კაცი მიყურებს, აი 2000-ივეს გეუნებთ. შენ პირველი რა შეხედე? გაზომე თუ გულ შეხედე და თუ ეშვი? არასრულ წყალამდე მოაშორეთ კამერებს. უკვე ბახჩობს ჩემი კარგი. ვაი მაგია! შედარჩენ. აბაშული და ეს სართული თქვენ არ გეცნობათ, ამიტომ მოდი დავათვალიეროთ ამ სახლის მესამე სართული. აჩ ასეთი ამბავი გვაქვს აქ, ეს არის სადაც მე ვცხოვრობ. ბევრი კითხვა იყო, რომ სტრიმზე გძინავსო მანდო ან ოთახებს რო ვერ ხედავდა ხალხი და ეს არის ის სივრცე, სადაც ვატარებ ხოლმე სტრიმის შემდეგ დროს, სადღაც სტრიმს რო რჩები 2 საათს მე აქ ამოვდივარ და იქ ვიძინებ და აქ ბიჭები ვართ ხოლმე. იდეაში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ სივრცეში ვფიქრობ, რომ გავაკეთო 4 შაბათის სტრიმები ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ისეთი უცხო გარემოა, თავის სამზარეულოთი, მისაღებით, ტელევიზორით და TikTok ედიტორებს ვეტყვი ამ ამბავს, რომ მილოვა 7 კვირას უნდა გავუნდეს გამარჯვებული ამ ვიდეოდან მომენტებს ვინც ამოჭრის, შეუერთდება გათამაშებას და ასევე არის ვიდეო თუ 7000 ლაიქზე, ვათამაშოთ PlayStation 4-ს და 5-ს. კაი, მოდი აქეთ წამოვიდეთ ახლა ჩვენ და ჩავიდეთ უკვე ნენელა და აქ სოლი წერტილის მაგვინც არიცით რა, იქით არის სოლი წერტილი, არ გიგონოთ რომ ბოთში ვფსავ მეგობრებო, სოლი წერტილიც აქ ამ სახლს. ეს არის ლოგინი, სადაც ბევრს აინტერესებდა სად გძინავსო და ეს ის ლოგინია, სადაც მე მძინავს. კონდიციონერიც გვაქვს სახლში და პატარა დივანი. მეორე სართულზე არის სტუმრების მისაღები ოთახი და დავათვალიეროთ რა ხდება სტუმრების მისაღებ ოთახში. მოკლედ ეს არის ამ სახლის მეორე სართული მეგობრებო, სადაც ზაფხულს ჟამსივრცეს მოვხოდავთ. აქ ვაფშე ბასეინი გვინდა დავდგათ. ნენელა ეხა წავიდეთ ამ სივრციდან და ეხა ნენელა წავიდეთ იქით ჩვენ. სტუმრების ოთახს განახებთ რა. კაჩა ეს ოთახები არის ყველა ერთნაირი იდეაში რა. ხო რა, ყველა ერთნაირი ოთახია და მოდი აქ შევიდეთ რა. ყველაზე მოწესრიგებული ოთახი მე მგონი ეს არის, იმიტომ რომ ყველგან შედის ხოლმე დათიაშვილი რა. კაჩა აქ არის 3 საძინებელი ამ სართულზე როგორც დაინახავდით და ეს არის სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახები რა. მოდიან შეგიძლიათ დატოვო რა. ანუ ყველა ოთახი ზუსტად იგივე სტილში გაკეთებული, გემონებით და სრულყოფილად. ასე ვთქვათ, ამიტომ ვიდეო დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი და რაც ყველაზე მთავარი დაგვჭირდა ჩვენ პირველი სართული, სადაც დედის ხდება. წავედით. და ეს არის სამსახლის შემოსასვლელი, აქედან მოდიხართ. უშორერესი ტენისის კორტები. და ჩემზე ტენისის კორტები თბილისში ალბათ არც ერთ სახლს არ აქვს. ანუ ასე რომ მოგინდეს და კორტი ხო არ აქვს მაშინ სახლს რო კითხო არავის არ აქვს. და ასეთი ულამაზესი კორტები გვაქვს აქ მოწყობილი და სტრიმზე ვაპირებთ გარე კამერის დამატებას, სადაც აქ გავაკეთებთ რაღაც ჩელენჯებს და ბევრ ძალიან საინტერესო რაღაცას გადავიღებთ. ასევე კორტების გვერდზე ბევრს გაინტერესებთ ხოლმე, რომ კორტების უკან კიდე აი აქეთ რა ხდება. აქ არის ბასეინი, მეგობრებო, თქვენ ნახავდით ერთ სტრიმზე რომ მე ჩავედი ამ ბასეინში.
და ბასეინსაც შევალთ და განახებთ. მანამდე შევიდეთ ამ უმაგრეს სივრცეში, სადაც უთესლესი ლაივებია ხოლმე რა. და უკეთ განახებთ და უკეთ დაინახავთ რა ხდება აქ კიდე კამერიდან. ასევე გვაქვს სახლში დარბაზი, სადაც მე არ ვარჯიშობ, მაგრამ დავიწყებ აუცილებლად ვარჯიშს. დარბაზიც ასევე საქართველოში ალბათ ერთ შვიდ სახლს ექნება. თვითონ ჩაშენებული. შეგვიძლია გადავიდეთ და დაგათვალიერებინოთ რა ხდება აქ. გრუშა გვაქვს, სარბენი ბილიკი, შტანგა ქვია მე მგონი ამ სასეზუსტად არ ვიცი. ფეხის კუნთების საორჯიშო სისტემა, ყველაფერია რა, თავის გირებით, თავის იდეალურად არის მოწყობილი, რომ ადამიანი იყო ფორმაში და არ იყო ჩემში სავით გასიებული. ეს არის სტრიმინგის სივრცე, პირადი კომპიუტერი, საიდანაც ლაივებს უშვებ. მაგიდა და ასეთი მისაღების სივრცე გვაქვს აქ, ეს კამერაში ჩანს ხოლმე. ასევე ძალიან ამას ეძახის, რა ქვია ხე ისეთი ხი არის ეს რა, მაგარი მაგიდაა რა, მაგარი ამას ვერ აწევ. რო გინდოდეს ვერ აწევ, მაგრამ აქ რო ბასინე წყალი გადმოვიდა, რო ხვდებოდით აწიეს ეს მაგიდა და გასუფთავდა რა. თუ რამე გამეგოს ბოზიშვილი ვიქო. ასევე გვაქვს ტელევიზორი, SkyTech-ის ძალიან კარგი ტელევიზორი, გიტარა, ნაქონი გიტარა, კი. ეს პატარა თაროსავით გავაკეთე და ამაზე რაღაცები დავაწყეთ თაროზე. ეს არის სამზარეულო, მიკროტალღური თავის ტოსტერით, თავის ბლენდერით, თავის ყავის ასადუღებლით, თავის თაროებით, ყველაფრით და გრილი. ეხლა გინდათ ყავა რომ მოგიმ. კი ბატონო, მოდი მოვამზადოთ. ყავის მომზადების ტუტორიალი, წყალი 100-ია უკვე აქ, წეღან დაიწყეს და კმამყას აწევი და უკვე დუღდება ყავა. სანამ მე ყავას მოვადუღებ, მოდი წავედი და ბასეინი ვნახოთ ჩვენ. აჩ ასეთ ლამაზი ბასეინი არის, უკვე შემთვარი დაჟე და აქ ჩასვლა ჩვეულებრივად შეიძლება, დაჟე ისეთი შემთვარი არის ეს ბასეინი და გრიგა პირველად რომ მოვითა, გრიგალამ თქვა რომ ეხლა უნდა გავზომო ეს ბასეინიო და ეს ასე დაიდო და მე ჩაყოში გინდა სადაც წყალი ამოყავს აქამდე ეს ბასეინიო, ანუ 100 არის, ანუ აქეთ ღრმა არის და იქით უფრო ის არის რა, მაღალი ელეგანტური, ეგეთ ამბავში. აქ ჩამოდიოდი ხოლმე ბანაობ და დოთიაშვილა გვეხჩობოდა, აი ეს ჩავაცვით და დოთიაშვილი ჩადის ხოლმე, ნიკა შემო დაამონტაჟე და ვარ ამოჭრა, თორე გაგინებ. ხო და კიდე გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის განათებები სახლის, სადაც ზედას ჭერში გვიყენია სტრიმებისთვის, გვითხრეს რომ კარგი იქნებაო. მეტი ისეთი საინტერესო არ მგონია რამე დარჩეს ახლა რა დაგვრჩენოდა ჩვენ, ყველაფერი კიდეში გადავიღეთ. ეს ვიდეო უნდა დაავალიქოთ, ეს არხი გამოიწეროთ აუცილებლად. 4 შაბათს კვირას 9 საათზე გელოდებით ყველა სტრიმებზე. დიდი მადლობა ყველას და ეს სახლი არ მიყიდია, უბრალოდ ეს სახლი დიდი ხნით გვაქვს ნაქირავები და დედის სტრიმები გელოდებათ ძალიან. მადლობა ნახვამდის.